გამარჯობათ მეგობრებო. პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით და ნასწავარია მშვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვროს და წარმატებული წელი გქონოდეს ყველა მიმართულებით. დღეს მე მინდა ესე იგი გავაგრძელოთ ჩვენი კუბერნეტსის კურსის თემები და მინდა გაჩვენოთ ერთ-ერთ პატარა მაგალითზე თუ როგორ შეიძლება რაღაც web server-ის გაშვება თუნდაც და რაღაც web აპლიკაციის უბრალოდ მოგოქვა Kubernetes-ის ბაზაზე. მაგრამ ამისათვის დაგჭირდება ბევრი შუამავალი ეტაპის გავლა, ამას ვნახავთ ყველაფერს, გავარჩევთ და კონკრეტულად თუ რაზე იქნება საუბარი, ეს იქნება Hello World აპლიკაცია Flask mini framework-ზე დაწერილი Python-ის ერთ-ერთ mini framework-ზე და თქვენ მას გავუშვებთ, ჯერ ნახავთ ლოკალურად, შემდეგ Docker-ის გამოყენებით კონტეინერში განვათავსებთ და საბოლოო ჯამში Kubernetes-ის გამოყენებით გარკვეულ podში გავუშვებთ მას, შემდეგ კი ბევრ podზე გავამრავლებთ. თვითონ რა თქმა უნდა ახლა Flask-ის სიღრმეებზე ჩვენ არ გვექნება საუბარი, მაგრამ თვითონ აი რომ ნახოთ როგორ ხდება ეს პროცესი მარტივ მაგალითზე, ამას რა თქმა უნდა ყველაფერს გავშლით და საჭირო ანუ რაღაც ღრმა ცოდნა Python-ის ან Flask-ის არ დაგჭირდებათ ამის თქვა. მოდით პირდაპირ დავიწყოთ და ვნახოთ თუ რაზე არის საუბარი და საქმეში გავტესტოთ ასე ვთქვათ. ხო, პირველი რაც ჩვენ დაგჭირდება, მე გავუშვებ git bash-ს, მან ვიმუშავებ და ეს git bash-ი მე ვისაუბრე საიდან ხდება, როგორ შეგიძლიათ ამას დაინსტალირება, ამაზე არ გავჩერდები. შევამოწმოთ Python-ის რა ვერსია გვაქვს, სასურველია Python-ი უკვე დაინსტალირებული გქონდეს, ხო, აი მე ესეთი ვერსია მაქვს, არანაირი პრობლემა არ არის, სხვა ვერსია თუ გაქვთ, ყოველ შემთხვევაში ძალიან ძველ ვერსიებს არ გულისხმობ და შემდეგ ეტაპზე, პირველ ეტაპზე უბრალოდ მე ლოკალურად გავუშვებდი ამ Flask-ის mini web აპლიკაციას, რომელიც, თქვათ, host name-ი, რომელსაც გამოაქვს host name-ი ეკრანზე. რას ნიშნავს ეს? ახლა ვნახოთ. შექმნის საქახალდეს რამეს დავარქვათ? მოდი დავარქვათ Flask project. თუნდაც ან სხვა რამე დაარქვით, რაც გაგიხარდებათ, აგერ არის ჩვენი Flask-ის პროექტი. მასში მე შევქმნი ვირტუალურ გარემოს. ვირტუალურ გარემოს თემა მე ერთ-ერთ Python-ის კურსში, ერთ-ერთ გაკვეთილში Python-ის კურსში გავარჩიე, ამიტომ ძალიან კარგი რამ არის, გირჩევთ, გამოიყენოთ. თუმცა შეგიძლიათ პირდაპირ დაინსტალიროთ Flask-ი ძირითად სისტემაში. ანუ მე არ მინდა ძირითად სისტემაში Flask-ის დაინსტალირება, ანუ მაგალითად pip freeze ასეთი ბრძანებით. მე შემიძლია ვნახოთ თუ რა Python-ის პაკეტები მაქვს ამ მომენტში დაინსტალირებული ჩემს ძირითად სისტემაზე. ამ შემთხვევაში Windows 10-ზე და აქ როგორც ხედავთ, საკმაოდ ცოტა პაკეტია, ანუ არ ვანაგვიანებ, ასე ვთქვა და თუ რამე კონკრეტული პროექტისთვის მინდა დამატებითი Python-ის პაკეტების ჩაწერა, ვიყენებ ვირტუალურ გარემოს. Python-ის ვირტუალურ გარემოზეა საუბარი. Virtualenv მაგალითად და ესეთი პროდუქტია და თქვენს გირჩევთ, თუმცა შეგიძლიათ ძირითად სისტემაშიც დაინსტალიროთ Flask-ი. Flask-ი არ მოყვება საერთოდ Python-ის სტანდარტულ ბიბლიოთეკას, მას დამატებითი ჩამოწერა სჭირდება pip-ით, რასაც ვიზამ ახლა და ცალკე ინსტალაცია, რაც იწვევს დამატებითი პაკეტების შემოტანას და სისტემას ჩემი განმოსახედიდან აბინძურებს, ხო, ასე ვთქვა და შემდეგ შეიძლება რაღაც კონფლიქტი შეიქმნას ვერსიებთან მიმართებაში. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა, ჩვენ ახლა ასე არ დავწუნვალდეთ. მე გადავალ დესკტოპზე, გადავალ აი ამ საქხალდეში, რომელიც ამ წუთას შექმნიე და მასში შევქმნი ვირტუალურ გარემოს, რომელიც დამეხმარება ესე იზოლირებულად დავაინსტალირო ის, რაც მჭირდება. ამ შემთხვევაში Flask-ი თავისი დამატებითი მოდულებით და მან გავტესტავ ლოკალურად თუ როგორ ეშვება. ეს არ ეხება Kubernetes, ეს არ ეხება Docker-ს ამ ეტაპზე, მე უბრალოდ მინდა გაჩვენოთ ჯერ რა აპლიკაციაზეა საუბარი, ელემენტარულ აპლიკაციას ავაწყობთ და შემდეგ გადავალთ უკვე Docker-ზე და Kubernetes-ზე. მაგრამ ჯერ ვნახოთ საერთოდ რას ვაწყობთ, ხო, რა უნდა გავუშვით, რა არის ჩვენი მიზანი, ამიტომ
ამას ვაგვარებთ ჯერჯერობით. ისე იგი, რას გავაკეთებ Python, ну, ზოგ შემთხვევაში Python 3 შეიძლება დაგჭირდეთ თუ Linux ტიპის სისტემებზე ან Mac OS-ის ტიპის ოპერაციულ სისტემებზე იმუშავეთ, Windows-ში როგორც წესი Python უბრალოდ საკმარისია და როგორ ვქნით virtual გარემოს, ისე იგი WENV ICT virtual environment და საკხალდე when ვიქნება სისტემური საკხალდე, სადაც სისტემური ფაილები ამ virtual გარემოს ავტომატურად შეიქმნება. ამას გავუშვებ მე, თუ დააკვირდებით ახლა ამ საკხალდე შეიქმნა ეს ზუსტად when, შეგიძლიათ სხვა დაარქვათ, ანუ სავალდებულო არ არის, მაგრამ შეჩვეული ვართ ხოლმე ასე ვარქვევთ ამ სისტემურ საკხალდეს. ეს ამ ბრძანებამ შეამზადა ეს ვირტუალური გარემო, მაგრამ ჯერ გაშვებული, ჯერ ანუ ის არ არის აქტიური, ასე ვთქვათ, ანუ ის არ არის ჩართული, ასე ვთქვათ, ის უბრალოდ მზად არის გაეშვოს. ჯერჯერობით ისევ ძირითად სისტემაში ვიმყოფებით, შემიძლია ისევ pip freeze-ით ვნახო რა პაკეტები მაქვს დაყენებული და ეს არის ჩემი ძირითადი სისტემის გარკვეული პაკეტები, პაკეტები, მოდულები Python-ისთვის. გავაქტივოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება source Windows-ში ხდება ცოტა სხვანაირად, მაგ ბრძანებასაც დაგიწერთ, თუ Windows გარემოში მუშაობთ. თქვენ დაგჭირდებათ virtual გარემო, რა თქმა უნდა, იქაც უპრობლემოდ შეიქმნება, მაგრამ მისი გაშვება დაახლოებით ასე ხდება, ეს წერტილი დახრილი ხაზი backslash-ი, შემდეგ საკხალდის სახელი, სადაც დაინსტალირდეთ, შემდეგ scripts და activate. აი ეს ბრძანება Windows-ის გარემოში, თუ მუშაობთ command prompt-ში, ამ გარემოში დაგეხმარებათ ამ გარემოს გაშვებაში. მოდით ორივე ვნახოთ. ახლა Linux ტიპის სისტემებში, ან Git bash-ში ჩვენ ეს უნდა გავუშვათ შემდეგნაირად. წერ when, შემდეგ bin, ან მაგალითად აქ თუ მე Windows-ში დავაყენე, ხო, ეს შემიძლია აი ესე გავაკეთე activate, ხო, activate და აი დააკვირდით, მაგალითად გაჩნდა ასეთი წარწერა, ხო, აი რაც გულისხმობს იმას, რომ მე უკვე virtual გარემოში ვარ. შემიძლია შევამოწმო ეს pip freeze-ით. და დააკვირდით, პაკეტები არის ცარიელი და აი ეს when-იც მიუთითებს იმაზე, რომ მე virtual გარემოში მაქვს გაშვებული Python-ის, ასე ვთქვათ, აი სივრცე, ასე ვთქვათ, სადაც სუფთა არის ყველაფერი და მან რაც არ უნდა ჩავწერო, ახლა ჩვენ დავაყენებ Flasks, რაც არ უნდა დავაყენო, ძირითად სისტემაში ის არ გამოჩნდება. შემდეგ თუ რომ მორჩევ მუშაობა, შემიძლია ეს წავშალო და ძირითად სისტემასთან არანაირი შეხება არ იქნება. ანუ იზოლირება გავაკეთე. ეს ძალიან კარგად მაქვს ახსნილი ერთ-ერთ გაკვეთილში Python-ის კურსზე და ნახეთ აუცილებლად ძალიან მოსახერხებელი. ახლა მე თუ მინდა აქედან გამოსვლა, შემიძლია ჯერთი exit-ით საერთოდ ტერმინალის გავთიშო, ან მეორე არის deactivate-ითაც შეიძლება უშუალოდ ვირტუალურ გარემოს გათიშვა. მოდით ვნახოთ ეგეც. კიდევ ერთხელ Git bash-ზე არის საუბარი, ესე გადავედი desktop-ზე, გადავედი Flask-ის პროექტში, სადაც ჩვენ გვაქვს ეს. ახლა ამ მომენტში ვირტუალური გარემო გაშვებული არ არის, როდესაც კეტავთ ტერმინალს ის ავტომატურად ითიშება, ანუ pip freeze-ით გამოჩნდება ისე ჩემი ძირითადი სისტემის პაკეტები, თუმცა ეხლა თუ გავუშვებ მე source-ით, ჩაერთო ვირტუალური გარემო, შემიძლია freeze-ით შევმოწუროს ყველაფერი სუფთაა იმ იზოლირებულ გარემოში და ახლა აი მაგალითად deactivate, როგორც მახსოვს, deactivate-ით მე გავაკეთე ვირტუალურ გარემოს გათიშვა, თქვენ შეგიძლიათ ასე თუ არ გჭირდება და კიდე ტერმინალი დატოვოთ, შეგიძლიათ ესეც გამოიყენოთ pip freeze და ისე ვხედავ ძირითად სივრცეს. ახლა რაც შეეხება Windows მანქანებზე თუ მუშაობთ, ხო, ვიმეორებთ მსგავს, მაგრამ არა იგივე ოპერაციებს, შევედი საკხალდეში და აქ როგორც გითხარით ასეთი ბრძანება, აი წერტილი, დახრილი ხაზი, შემდეგ საკხალდე თვითონ ამ ვირტუალურ გარემოს, სადაც სისტემური ფაილებია, შემდეგ scripts და activate. აქ source-ი ბრძანება არ აქვს ხოლმე იმას. Windows-ის ოპერაციულ სისტემას, ამიტომ ასე ვაკითხავ და დააკვირდით, აი აქ გაჩნდა ვირტუალური გარემოს მაჩვენებელი წარწერა, ხო,
სისტემური საკითხალდის წარწერა, რომელიც მიუთითებს. შეგვიძლია სხვა სახელით მიუთითოთ, ეგ არ არის სავალდებულო, მაინც venv ერქოს, ხო? იგივე ეხება გათიშოს deactivate. თქვენც შეგიძლიათ იგივე ილეთები გამოიყენოთ. ანუ Windows-ისთვის ასე წერტილით და backslash-ით ოღონ, ხოლო Linux ტიპის macOS Linux ტიპის სისტემებისთვის აი source და ესე ხდება ამის აქტივაცია. ახლა მე გავთიშავ command prompt-ს, ეს უკვე სავარაუდოდ გასაგებია თქვენთვის, გავააქტიურებ ჩვენს გარემოს, ის დაგჭირდება და რატო გავაკეთეთ ეს? ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ ამ იზოლირებულ გარემოში ჩავწეროთ Flask, pip install Flask, და დავაყენოთ Flask-ის micro framework-ი, ის დაგვეხმარება ტრივიალური ვებ აპლიკაციის შექმნაში. ჩატია, სწრაფია და საკმაოდ ეფექტური. ესე იგი, რას მივხვდეთ? მივხვდეთ იმას, რომ pfreeze თუ გავუშვებთ, ახლა უკვე დავინახავთ, რომ აქ აი Flask-ი თვითონ და მისი დამხმარე სხვა მოდულებიც დაყენდა. ეს ყველაფერი მოხდა არა ძირითად ოპერაციულ სისტემაში, არამედ ამ იზოლირებულ საკითხალდეში, მოდით ასე დავარქვათ, სადაც ვირტუალური გარემო მაქვს გაშვებული. ესე იგი, პირველი ეტაპი ჩვენ გავაკეთეთ, Flask-ი დაინსტალირებულია, სუფთად, ყველაფერი რიგზია. ახლა დგება შემდეგი ეტაპი. უშუალოდ აპლიკაცია რო დავწეროთ, აი დავარქვებ py Python-ის Flask-ის აპლიკაციაზე საუბარი და კოდს დავწერ ახლა Flask-ის მოდული უკვე შემოტანილი მაქვს მე და დავწერ უშუალოდ პატარა ფუნქციონალს, ხო? რა დაგჭირდება ამისთვის? ამისთვის დაგჭირდება Flask აპლიკაციიდან დავაიმპორტოთ Flask ესეთი კლასი, ვინც ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პროგრამირებაში ერქვა, კლასებია საუბარი, აქ არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ გააწერეთ პირდაპირ რაც არის Flask-ის აპლიკაცია შესაბამისი სახელით, აქ ჩვენ გავაკეთებთ მაგალითად roads, კონკრეტულ მისამართს, მოდით ასე დავარქვათ, ხო? სწორად დავწეროთ ასე დახრილ ხაზი, ეს არის დეკორატორი, დეკორატორებზეც მაქვს ალკე ვიდეო გაკვეთილი და უცლოდ გაეცანით, თუ არიცით რა არის და ქვემოთ უშუალოდ ფუნქცია რომ და ამ დეკორატორზე ეს დეკორატორი მიბმულია ამ ფუნქციაზე. hello რაღაც დავარქვ, hello Flask დავარქვათ, მაგალითად ამ ფუნქციას. შემიძლია კიდევ ბევრი სხვა რამ გავწერო, მაგრამ ეს საკმარის იქნება შესაბამისად აქ hello Flask დროებით ასეთი რამ გავწეროთ, ეს ფაქტიურად ვებ ბრაუზერში დაბეჭდავს აი ნახავთ ახლავე, მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი მზად არ არის, შესვლის ერთგვარი წერტილი არის საჭირო და მოდით გავაკეთოთ, Flask-ის აპლიკაციებს ჭირდება დაახლოებით ასეთი ორგანიზება. ამას ისევ და ისევ მე ეს ერთ-ერთ გაკვეთილში, როგორც მახსოვს განხილული მაქვს პროგრამად, რაც ნიშნავს ეს if name main მაქვს ალკე და ჯობია იქ ნახოთ, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სხვა კურსის თემაზე გვაქვს ახლა აქცენტი და არ მინდა ძალიან ღრმად გავიდე Flask-ში და დრო დავხარჯო. აქ გავწერ ასეთ hosts. აპლიკაცია გავუშვათ ამ პირობით IP-ზე, ეს რა თქმა უნდა არ არის რეალური IP და აქ default port-ი არის 5000 Flask-ისთვის, ხო? ესეთი შეგვიძლია სხვა პორტი მივიდეთ. საბოლოო ჯამში რას იზავს? მოკლედ შევალთ ახლა localhost-ზე ბრაუზერით, ამას როდესაც გავუშვებთ, გაეშვება ჩაშენებული web სერვერი, რომელიც დაამუშავებს ამ აპლიკაციას და ამ მისამართზე localhost-ზე და ამ პორტზე, როდესაც დავაკაკუნებთ, ბრაუზერში გამოჩნდება hello Flask-ი. ვნახოთ, ხო, შევამოწოთ ახლა ერთი არას საუბრობ, მეორეა საქმეში ვნახოთ. ესე იგი, როგორ ვაკეთებთ? უბრალოდ უშვებ ამ აპლიკაციას, py შემიძლია მოკლედ დავწერო Python-ის მაგივრად, მოკლედაც შეიძლება ხოლმე მიმართვა. თუმცა ყველგან არა, ყველა ოპერაციულში არა. შემიძლია ესე გავუშვა, გავუშვით ეს და აქ ხედავთ, რომ ასეთი ვებ სერვერი ჩაირთო, ხო, ეს ჩაშენებული აქვს Flask-ზე, შესაბამისად ის უკვე ჩვენს გარეშე არის რეალიზებული. ახლა ამ მისამართზე, მე აი ამ მისამართზე ჩავრთავ ბრაუზერს, მოდით podcast mode-ი. აი აქ ბრაუზერში ამ მისამართზე, აი ამ პორტზე
თუ მე დავაკაკუნებ, აი მივიღე ზუსტად ის hello flask-ი, ანუ აგერ არის ამ ფუნქციის მუშაობის შედეგი, აი როგორც ხედავთ. ახლა ეს ვებ სერვერი გაშვებული რომ არ იყოს, გავაჩერებ მას, აი Ctrl+C გავაჩერე, აქ რა თქმა უნდა არაფერი არ დამუშავდებოდა. ეს არ არის სტატიკური გვერდი, ეს backend ენის Python-ის დახმარებით არის. ორგანიზებული ასე ვთქვათ, ვებ სერვერი ამუშავებს request-ებს და გვაძლევს response. ამიტომ ვებ სერვერის მუშაობა კრიტიკულია ასეთ ტიპის აპლიკაციებში. სავარაუდოდ იცით ახლა რაზეც არის საუბარი. გავუშვით თავიდან ვებ სერვერი და აგერ ბატონო ისევ ხედავთ hello flasks. კიდევ რას დავამატებდი მე აქ? მე მინდა რომ მაგალითად არა უბრალოდ ესე იგი hello flask დამიბეჭდოს, არამედ hostname-იც გქონდეს, ხო? აი მაგალითად ასეთი რა. აქ f-strings დავამატებდი, რა არის f-string-ი, ისევ და ისევ Python-ის კურსს შეგიძლიათ მიაკითხოთ ჩემსას. hello flask-ი და მაგალითად this is running on hostname რა hostზე არის გაშვებული და აქ მაგალითად hostname ასეთ სვლაც გამოვიყენებ. ეს სვლადი ჯერ მე არ მაქვს, ამ სვლაც მე შევქმნი ახლა და რაც თავარია დამჭირდება socket მოდული. შეიძლება ამის სხვანაირადაც გაკეთება, ეს socket მოდული როგორც მახსოვს მოყვება Python-ს. ამ ცალკე ინსტალირება რამე არ ჭირდება და რატო გავაკეთე ეს? იმიტომ რომ ფუნქციაში hostname-ში მე გავაკეთებ ასეთ მიმართვა socket მოდულის დახმარებით get hostname არის ასეთი მეთოდი, რომელიც დააბრუნებს hostnames. საბოლოო ჯამში ამ string-ში, ამ ტექსტში იქნება გადაწოდებული hostის სახელი, კომპიუტერის სახელი, უხეშად რა ვთქვა. შენ ეს დაგჭირდება, ახლა ჩემ შემთხვევაში ახლა ლოკალურად ჩემი კომპიუტერის სახელი გამოჩნდება, თქვენ შემთხვევაში თქვენი კომპიუტერის სახელი, მაგრამ ცოტა მოგვიანებით Kubernetes-ზე, როდესაც გადავიტანთ, იქ პოდების სახელები მინდა გამოჩნდეს და სხვადასხვა პოდი refresh-ის შემდეგ მინდა გამოვაჩინო, რომ დახტუნავს ეს სხვადასხვა პოდზე. ეს იდეა დგას ამის უკან. ესე იგი, როდესაც ჩვენ შევცვალეთ ძირითადი სასერვერო კოდი, თუ debug პარამეტრი არ გვაქვს ჩართული, მაშინ ის უნდა გავთიშოთ და თავიდან გავუშვათ. მაგრამ თუ ესე იგი აქტიურად მიდის development-ი, შეგვიძლია Flask-ის აქვს ასეთი ფუნქციონალი debug true ჩართოთ და ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც შეცვლით Ctrl+S-ის, ანუ save-ის შემდეგ ის ავტომატურად დარესტარტდება. თქვენ არ მოგიწევთ ხელით ამის გათიშვა, ჩართო, ამიტომ debug true-ს თუ ჩართავთ, ის ავტომატურად როგორც კი აქ რაღაცა სერვერო მხარეს კოდს განაახლებთ, ავტომატურად ამ სერვერს დაგერესტარტებთ, რაც მოსახერხებელია უშუალოდ development-ის პროცესში, ხო დროს არ ხარჯავთ ხელოვნურად ვებ სერვერის გაჩერება ჩართვაში. ახლა ვინაიდან მე ეს არ მქონდა და დავამატე ახლა უკვე შემდეგ ცვლილებებისთვის ის უკვე პრობლემა არ იქნება და ავტომატურად არესტარტდება, აი გავუშვით, გადმოვედი ისევ და ისევ ბრაუზერში, დავარეფრეშე და რას ხედავ, აი აქ იმ წარწერას და აი აქ, ამ შემთხვევაში ჩემი კომპიუტერის სახელია, თქვენს შემთხვევაში თქვენი კომპიუტერის სახელი იქნება hostname-ი, ანუ და ცოტა მოგვიანებით იქნება პოდების, სხვადასხვა პოდის სახელი, ხო? შესაბამისად, ეს ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია გავჩერდეთ უშუალოდ Flask-ის მხარეს რაღაცა ვებ აპლიკაცია, პრიმიტიული ვებ აპლიკაცია გვაქვს, რომელიც ავსებით საკმარისია, რათა გავუშვათ ჯერ ერთი Docker ფაილი შევქმნათ, გავწეროთ სწორად, მანდ რომ კონტეინერი შეიქმნას, ამ კონტეინერის ბაზაზე გაიშვას ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე Kubernetes-ში ჩავაქსოვოთ ეს და მანდ გავუშვით, ხო, ჩვენ გვაინტერესებს მანდ ამის ორგანიზება. დავიწყოთ, ესე იგი, რა გვინდა ნაკ. აპლიკაციას მეც სავარაუდოდ ხელს არ მოვკიდებთ. ეს ვებ სერვერი ჩვენ აღარ გვჭირდება, გავაჩერე. ეს იყო ლოკალურად საცდელი, რას შვება, ხო, ეს აპლიკაცია რო გვესმოდეს, მაგრამ ცოტა მოგვიანებით უკვე კონტეინერში გავუშვით ამას და ნუ კონკრეტულად უკვე Kubernetes გამოვიყენებთ. შემდეგი ეტაპი არის requirements ფაილის შექმნა, რომელშიც გავწერთ რა საჭირო მოდულები იქნება ჩამოსაწერი კონტეინერისთვის, რომ მან იმუშაოს გამართულად. შესაბამისად, ჩვენ მოდით ახლა ეს გავაკეთოთ. არის ორი ვარიანტი, შეგიძლიათ ხელით შექმნათ, აი ეს ჩვეულებრივი ტექსტური დოკუმენტი, სახელად requirements, არის მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტიც ვარენ ნახოთ,
როგორ კეთება pip freeze, შემდეგ აი ესეთი მეტობის ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ გადაიტანე freeze-ის ინფორმაცია, ანუ ფაქტიურად გადაისროლე requirements წერტილი ტექსტი ფაილში, შექმნის ფაილს და მან ჩააგდებს გარკვეულ ინფორმაციას, აი შეიქმნა ეს ფაილი, ხედავთ, შევედით შეგნით და აქ არის ფაქტიურად freeze-ის output-ი არის რა, აი რასაც უშვებდი, ოღონ ეს ფაილი ჩვენ დაგჭირდება როგორც ესე იგი კონტეინერის დამხმარე ფაილი, ის მასში ჩაიხედავს და მოკლედ ამს dependence ან კავშირებს ამ მოდულებს, რაც საჭიროა კონტეინერის და კონკრეტულად ამ აპლიკაციის გასაშვებად, ჩამოწერს და აყენებს კონტეინერში. ავტომატურად გავაკეთებ. მე შემეძლო ეს ხელით გამეკეთებია, რა თქმა უნდა, არასავალდებულო, მაინც აი ამ ბრძანების გამოყენება. თუმცა უფრო სახერხებელია, ხო, ახლა იქეთი 100 მოდული თუა, ხელით ცოტა ისეთი მომენტი. აუცილებლად უნდა იყოს requirements txt, ხო, როგორც ხედავთ და ჩვენი შემდეგი ნაბიჯი არის უშუალოდ docker ფაილის შექმნა. docker ფაილის შექმნა ჩვენ შეგვიძლია აქვე გავაკეთოთ, ახლა ხელითაც შემიძლია ამის გაწერა პრინციპში. კიდე ერთი ვარიანტია, თუ გინდათ თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ Visual Studio Code-ში და მანდ Visual Studio Code-ში არის docker-ის გაფართოება docker, ხო? თუ მე უკვე დაყენებული მაქვს, თქვენ შეგიძლიათ დაინსტალიროთ ის, უფასოა ეს ყველაფერი და მანდ ლამაზად ესე იგი ააწყოთ. თუმცა თქვენზე დამოკიდებული შეიძლება უბრალოდ ბლოკნოტებშიც ან ნოუთპედებში დააწყოთ ეს ყველაფერი. აი მაგალითად, მოდით ნახოთ ეს გავთიშავ, extension-ებში თუ გინდათ დააყენეთ docker-ის გაფართოება. მე გავხსნი ახლა საქხალდეს, ეს მაქვს მე docker-ის არა და Flask-ის პროექტი აგერ არის select folder. აი ეს when-ვი უკვე პრინციპში ამ ეტაპზე აღარ გვჭირდება, ეს იყო ლოკალური ტესტისთვის, მაგრამ ნუ იყოს არანაირი პრობლემა რა. აგერ არის ჩვენი requirements ფაილი და აგერ არის ჩვენი აპლიკაცია. ასე ეს პროექტი გავხსენთ, ხო, ჩვეულებრივ გავაკეთეთ. ახლა შემდეგი ეტაპი არის docker ფაილის შექმნა. docker ფაილი ავსებთ ასე დიდი ასოფგერებით ვაკეთეთ და უშუალოდ docker files გავუწერთ შემდეგ ბრძანებებს, ხო? ნუ ჯერტი გვინდა საბაზო image, ხო, რის ბაზაზე იქნება ეს გაკეთებული, მაგალითად Python-ი გვინდა, ხო, Python-ზე არის ხო ეს Flask-ი ორგანიზებული და მე ავიღებ მაგალითად თქვენ შეგიძლიათ აიღოთ პრინციპში იგივე ვერსია, ცოტა მოძველებული, ან უფრო ახალი, არ აქვს მნიშვნელობა, მე ავიღებ 3 წერტილი, ბოტიში წერტილი 12 slim ასეთი მოკლე, ესე იგი ჩატე, ასე ვთქვათ, შედარებით ჩატე, იმიჯი არის, საბაზო იმიჯი, რომელიც კონტეინერში მის გაშვებისას იქნება ჩამოწერილი და ნუ თუ არიცით ეს რა არის, docker-ის კურსი ნახეთ, ჩემი, რომელიც სადაც ხსნი. მე ამ შემთხვევაში ვიღებ ამ იმიჯს და სამუშაო დირექტორია გვინდა workdir, ხო, workdir, ნუ რა ვიცი, რამეს ავიღებ app თუ გინდა სხვა სამუშაო დირექტორია, უშუალოდ კონტეინერის სამუშაო დირექტორიაზეა საუბარი შიგნით. კიდევ რა გვინდა ჩვენ აქ? კიდევ გვინდა კოპირება მიმდინარე ფაილების სამუშაო დირექტორიაში. ნუ საუბარია ამ აპლიკაციას, requirements, ამათ ყველაფერს ჩააკოპირებს ამ სამუშაო დირექტორიაში, slash არ გვინდა. და აქ რაც არის root-ში გადაისვრის კონტეინერის ამ app-ში ფაილებს, ხო, შეიძლება სხვა ფაილებიც იყოს. ესეც მე გავლილი მაქვს ჩემს docker-ის კურსში შეგიძლიათ გაიცნოთ იქ საბაზო თემებს docker-ის. გაშვება კონკრეტული ბრძანების საუბარია ინსტალაციაზე pip install no cache რო არა იყოს და თავიდან ჩამოწეროს და დახედე აი requirement files txt. ესე იგი, გაუშვი pip ბრძანება, რომელიც დაინსტალირებს კეშის გამოყენების გარეშე იმ მოდულებს, რაც არის requirements ფაილში და ამ ფაილში უკვე გარკვეული მოდულები ჩვენ გვაქვს, აგერ არის ბატონო, ჩვენ გვაინტერესებს Flask-ი და Flask-ს მოყვება დანარჩენები აქ რაღაც შაბლონიზატორია და დანარჩენები. შესაბამისად, აქ ზუსტად ამას ვაკეთებ, ამ კონტეინერში იქნება გაშვებული ეს ბრძანება შესაბამისი მოდულების დაყენებით.
გავაგრძელოთ ჩვენ გვინდა პორტი გავხსნათ, პორტი მაგალითად მე 5000 ხო, დეფოლტად 5000-ია, თუ პორტი ეს არ გვაწყობს, შევცვალოთ როგორც აპლიკაციაში მე აქ ფაქტიურად პორტი გავხსენი, რომ ამ კონტეინერს, როდესაც მივუკაკუნებთ ამ პორტზე, შესაბამისად გადაგვიმისამართებს იმ აპლიკაციაზე და აპლიკაციის გაშვების ფუნქციონალი გამოიყენეს ბრძანება Python და გავუშვი აპლიკაცია სახელად app.py, ასე დავარქვი მე. ანუ ეს ასე გამოიყურება ჩვენი მარტივი Docker ფაილი. საბაზო იმიჯი Python-ი სადაც არის დაყენებული კონტეინერში, შემდეგ სამუშაო საკითხალდე, კონტეინერის სამუშაო საკითხალდე, შემდეგ ლოკალურ ფაილებს გადავისწრებთ ამ სამუშაო საკითხალდეში, რაც გვჭირდება, ხო? შემდეგ გაშვება pip ბრძანებით და ინსტალირება საჭირო მოდულების, მათ შორის Flask-ის, გახსნა პორტის ამ და ამ რიცხვზე და გაშვება ამ აპლიკაციის Python და შემდეგ აპლიკაციის სახელის, ხო? რაც ლოკალურად რაც გავაკეთე ვირტუალურ გარემოში, ხო? ახლა Docker-ში ვაკეთებ, კონტეინერში ვაკეთებ. პრინციპში აქაც ჩვენ მე ვფიქრობ მივედით გარკვეულ ეტაპამდე. ახლა რა დაგჭირდება? დაგჭირდება ჯერ ერთი Docker desktop-ის გაშვება, ხო? ეს აუცილებელია. ხო, თუ გინდა Docker კონტეინერების გაშვება, მე Minikube-ის კონტეინერი მქონდა გაშვებული იმიჯებში, წინა გაკვეთილის Nginx-ი მქონდა და სხვა საბაზო კონტეინერები. აქ ახლა Flask-ი და მსგავსი არაფერი არ მაქვს. Docker desktop-ის გაშვების შემდეგ მე უკვე მაქვს საშუალება დავბილდო ეს იმიჯი, ეს აპლიკაცია, ასე ვთქვათ, რომელიც შემდეგ შემიძლია Docker კონტეინერშივე გამოვიყენო, ხო? გავუშვო. მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვიზამ. ახლა მე დავბილდა, მოდით სად არის ჩვენი git bash-ი, ხო? აი აქ. Docker ფაილი შექმნილია, აპლიკაცია მზად არის, requirement-ის ფაილიც არის. ახლა უნდა დავბილდოთ, ხო, იმიჯი. ისე არ გამოვა სხვანაირად კონტეინერი გაშვება. როგორ ვაკეთე? ძალიან მარტივად Docker build, ამაზე მქონდა საუბარი შესაბამის კურსზე, Docker-ის კურსზე. ტეგირებას დავურთავ და მე ცოტა სხვანაირად ვიზამ. ესე იგი, უბრალოდ კი არ დავბილდავ, რომ ლოკალურად კონდეს. მე მინდა ეს ჩემი იმიჯი ავტვირთო Docker hub-ში, ინტერნეტში კონკრეტულ იმიჯების საცავში, რომელიც უფასოა და შეგვეძლება შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ამ იმიჯის გამოყენება, მე თქვენი იმიჯების გამოყენება შემეძლება, ხო? Public repository-ში, ასე ვთქვათ, საჯარო repository-ში. სად არის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი არის Docker Hub. Docker Hub-ს თუ დაგუგლავთ, აგერ არის ბატონო. აქ თქვენ დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, user-ი. უფასოა თვითონ დარეგისტრირება დაგჭირდებათ და შემდეგ შესვლა ამ სივრცეში. ესე იგი, Docker Hub-ის რეპოზიტორებია, სადაც ჩვენი იმიჯები შეგვიძლია ავტვირთოთ. შესაბამისად, მე ახლა გამოვიყენებ ამას, შევალ ჩემს user-ში, ახლა 0-დან რო არ დავრეგისტრირდე, უკვე მაქვს user-ი, თქვენ თუ არ გაქვთ დარეგისტრირდი, თუ გაქვთ გამოიყენეთ. მე ჩემი user-ი მაქვს, გარკვეული სავარჯიშო აპლიკაციები აქ თავის დროზე ავტვირთე, მათ შორის Docker-ის კურსის დროს და ახლა ტეგირების დროს მნიშვნელოვანია დავაკვირდე თქვენი user-ის username-ს, აი რაც გაქვთ. Postas are usernames, ამ შემთხვევაში მე ასეთი username-ი მაქვს და შემდეგ უკვე აპლიკაციის სახელს. ანუ ტეგირებას, როდესაც დავიწყებთ, ხო? აი აქ ტეგირება -t, ხო? დაბილდვის დროს. თუ გვინდა Docker Hub-ში ავტვირთოთ ეს სწორად და იმუშაოს, ანუ იმ username-ის სახელი უნდა იყოს წინ. შესაბამისად, მე აქ უნდა დავწერო ჩემი username-ის სახელი, თქვენი username-ის სახელს დაწერთ და მაგალითად რაღაცას დავარქვევ, ხო? ჩემს აპლიკაციას ვთქვათ. KRS Kubernetes Flask app, ხო? ან რაღაცა მსგავს, ხო? ყოველ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ როგორც გაგიხარდებათ, ისე დავარქვით. თავარი username-ი სწორად გქონდეთ, რაც დაარეგისტრირეთ Docker Hub-ზე.
თუ გინდათ ეს ფუნქციონალი გამოიყენოთ. ეს უფასოა, არაფერი ახლა გადასახადი არ არის სტანდარტულ ფუნქციონალზე, Docker Hub-ის ინსტალაციისას და მე რას ვიზამ, ესე იგი, მე გავაკეთებ ორ ტეგს. ორი ტეგი მინდა განზრახ, ესე იგი, პირველი თუ ახლა ასე გავუშვებ პირდაპირ ის დაადებს ტეგს latest, შემიძლია მე ხელით მივუთითო ეს latest ასე. საბოლოო უახლესი ვერსია ასე ვთქვათ. მაგრამ გარდა ამისა კიდე ერთ ტექსტს გავაკეთებ -d, ისევ username-ი, hyperwolf ვთქვათ და რა დავარქვის იქი როა ესი flask up და აქ მაგალითად რაღაცა სხვა ტექსტს დავატებ. ნუ იყოს ერთი აი ესე version 1.0.0. ორ ტექსტს გავაკეთებ ერთ იმისზე. რატო ცოტა მოგვიანებით მივხვდებით ამას. ესე იგი ერთ build-ს ვაკეთებ, ორი ტეგი მექნება. და იმედიით ვაკეთებ ამ build-ებს, რომ ესენი უნდა ავტვირთო Docker Hub-ზე, აი რაც გაჩვენეთ, ხო? მაგრამ user-ი დაგჭირდებათ მან დაარეგისტრირდეთ თუ არ გაქვთ. გავუშვით ახლა ეს build-ი იწყება, თავიდან build-ი მოითხოვს ახლა პირველად რო უშვებ, თუ არ გაქვთ image Flask-ის და ასე შემდეგ. ის ჩამოწერს ამას ყველაფერს. და აი უკვე პრინციპში ჩამოწერა და დაბილდა ეს ყველაფერი ახლა. თუ ჩვენ გადავალთ იმიჯის განყოფილებაში Docker Desktop-ზე დავინახავთ, რომ აი შეხედეთ ორი იმიჯი გაჩნდა. ჩემი username-ის სახელი Docker Hub-ისთვის. ეს თუ ახლა არ აპირებ Docker Hub-ზე ამის ატვირთვას, username-ის სახელის მითითება სავალდებულო არ არის, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამის ატვირთვას. არის პირველი აპლიკაცია, რომელსაც აქვს tag latest. როგორც წესი, ყველა ახალ ატვირთვას latest ედება, ჩვენ ხელით მივიდით ეს და არის მეორე ტეგი, რომელიც არის ვერსია 1.0.0. შეიძლება სხვანაირად გააკეთოთ, ესეც არანაირი პრობლემა არ არის. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ ეს გავუშვით, დავბილდეთ და მე პრინციპში შემიძლია ახლა გავუშვა Docker-ის ბაზაზე, არა Kubernetes-ის, Docker-ის ბაზაზე ეს კონტეინერი და ვნახო აპლიკაცია როგორ იმუშავებს. აქ კიდევ ერთხელ ვიძახი, არ აურიოთ ვირტუალურ გარემოში, მოდით ამ გარემოს საერთოდ გავთიშავ ახლა. ვირტუალურ გარემო ლოკალურად ჩვენ შევამოწმეთ, რაც გვინდოდა, ეს არ არის კონტეინერში. deactivate გავაკეთებ, ხო? აი, აქ რო ვნახოთ ისევ ჩემი სისტემის საბაზო მოდულებია გარკვეული და ვირტუალურ გარემო გავთიშე. ახლა ჩემი ამოცანა Docker-ის ბაზაზე გავუშვე კონტეინერი, რომელიც იგივეს გააკეთებს, რასაც ვუყურებდით აი ამ პორტზე და ამ IP-ზე, ნუ local host-ზე ამ შემთხვევაში ხა ეს ისევ და ისევ შიდა IP არის, ეს არ არის გარე IP, ვიცით ეს უკვე. მოდით გავუშვათ და ნუ როგორ გავაკეთებდი, აი მაგალითად ასე გავაკეთებდი Docker run -p პორტზე არის საუბარი. გარედან მივკაკუნეთ 5000-ზე, შიგნით შეგვიშვეს 5000-ზე და ჩვენ გვინდა, ესე იგი, ერთ-ერთ ტექსტს გამოვიყენებ. Kirua esi flask up, ხო? და იყოს, მაგალითად ვერსია 1.0.0 აი ეს. ან ამას თუ არ მივუთითებ ტექსტს, გავუშვებს latest-ით. ეს უშუალოდ გაშვება, ხო, ის ხო დაუბილდეთ ჩვენ და ახლა გავუშვათ და Docker-ის ბაზაზე მინდა გავუშვი. სერვერი მოიქოქა, როგორც ხედავთ, შიდა ჩაშენებული ვებ სერვერი, Flask-ს რაც მოყვება და ფაქტიურად იგივე მისამართზე, არა ვირტუალური გარემოთი, ეს არ არის ვირტუალური გარემო, არამედ კონტეინერში ჩვენ შეგვიძლია ახლა ისევ თუ დავარეფრეშებ, აი ხედავთ hostname-ი ცოტა შეიცვალა, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ კონტეინერშია გაშვებული და მისი name-ი, მის სახელი ჩანს აქ, როგორც ხედავთ. ეს საუბარია აქ კონტეინერებში თუ გადმოვალთ, აი ეს ID არის. აი ეს ID არის, ის გაშვებულია და აი ეს ID C9D, ხო? C9D აგერ არის. C9D. კი ბატონო. აი ეს name-ი არის აქ და არა ჩემი კომპიუტერის სახელი, იმიტომ რომ უკვე კონტეინერში მაქვს შიგნით იზოლირებულად ეს გაშვებული. ანუ
ამ ეტაპზეც ჩვენ წარმატებით ექსპერიმენტებით წარმატებით დაგვირგვინდა ასე ვთქვათ, კონტეინერში გავუშვით Flask-ის აპლიკაცია, ეს კითხულობს hostname Docker-ის ბაზაზე, მაგრამ ისევ და ისევ Kubernetes-ი ჯერ ეს ყველაფერი არ გაგვიშვია. ჩვენ შევამზადეთ, რაც თავარია აპლიკაცია Flask-ზე ის მუშაობს, hostname-ი ამოაქვს, შემდეგ requirements ფაილებში გავწერეთ რაც საჭიროა ის მოდულები. შემდეგ Docker ფაილში ეს ინსტრუქციები გავწერეთ თუ როგორ იმოქმედოს კონტეინერის აწყობისას, დაბილდვისას ჩვენმა სისტემამ ჩამოწეროს რა მოდულები, რა სავარჯიშო საკითხალდე იყოს, რა პორტი გახსნას და როგორ გავუშვოს. ესენი ყველაფერი გავაკეთეთ. თან დაბილდვის დროს არ დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი მომენტია დაბილდვის დროს ჩვენ ფაქტიურად მიუთითეთ ისეთი იმიჯის სახელი, სადაც ჩვენი username-ი ურევია, რათა ცოტა მოგვიანებით, ცოტა ხანში ახლა ავტვირთოთ ეს იმიჯი რეპოზიტორიში, ინტერნეტში, კონკრეტულად თქვენს, მე ჩემს საცავში, თქვენს საცავში, რომელიც იქნება საჯაროდ ცდომადი. ჩვენი მიზანი რა არის? როდესაც იქნება ეს იმიჯი, ეს ყალიბი, ასე ვთქვათ, ატვირთული, ვთქვათ, Docker Hub-ზე ან სხვა საცავებში არ არასავალდებელია Docker Hub-ი იყოს. შემდეგ Kubernetes-ს გავუწეროთ შესაბამისი ინსტრუქცია, რომ მან ჩამოტვირთოს გარკვეული წერტილიდან შესაბამისი იმიჯი, მიაკითხოს შესაბამის მისამართზე და გაუშვას პოდები ამ იმიჯის ბაზაზე, ხო, ლოკალურად რო არ იყოს მარტო ეს თამაშობა, ხო? ამიტომ ეს არის ჩვენი მიზანი. მაგრამ ჯერ ატვირთული ეს არ გვაქვს. მოდით ახლა მე ამას გავაჩერებ. Ctrl-C მე ეს გავაჩერე, აქ თუ დავხედავთ, ეს კონტეინერიც გაჩერდა, ხო, არ არის გაშვებული და შემდეგი ნაბიჯი იქნება ატვირთვა, ხო, ატვირთვის ბრძანება. ატვირთვაში ცოტა ყურადღება დაგჭირდება, ეხლავე აგხსნით, რაზე არის საუბარი. ესე იგი, მოდით გადავალა იქ, ამას დროებით მოვუყურავ. ესე იგი, კონტეინერი გავაჩერე, კონტეინერის გააჩერება შეგახსენებთ იწვევს იმას, რომ web server-ი აღარ მუშაობს და არ პასუხობს ჩვენს request-ებს, ამიტომ ეს ლოგიკურია, ეს ასეც უნდა იყოს. ახლა ჩვენ ჯერ ერთი თუ მინდა მე იმიჯების ნახვა, Docker images ეს ძირითადად ბრძანებების გაშვება, ვხედავთ და რაღაცა იმიჯები მე მაქვს, თქვენ შეიძლება სხვა იმიჯები გქონდეთ. და ეს ერთი იმიჯია, ოღონ ორი ტეგით, ხო? მე მინდა ავტვირთო აი ჩემს საცავში, ჩემს რეპოზიტორიში, აი აქ მინდა რომ გამოჩნდეს. როგორ უნდა გავაკეთო ეს? ამისთვის ჯერ ერთი შეიძლება დალოგინება დაგჭირდეს და ნახოთ ახლა როგორ გამოამჟღავნებს ჩემი სისტემა ამას და აგიხსნით რაზეც არის საუბარი. წერთ Docker push თვითონ ბრძანება ატვირთვის, შემდეგ იმიჯის დასახელება, აი მაგალითად 100 ავიღოთ. paste, ხო? და პირდაპირ ასე თუ ვეცდები მე დაფუშვას, ეს უკვე ატვირთვის ოპერაცია უშუალოდ ჩემს user-თან. ნახოთ როგორ გამოვა. ეს ჩემთან შეიძლება პირდაპირ იმუშაოს, მაგრამ შეიძლება თქვენთან პირდაპირ არ გამოვიდეს, რატომ? იმიტომ რომ დალოგინდეთ, უნდა შეხვიდეთ თქვენს დარეგისტრებულ user-ში. აი აქედან ტერმინალიდან, ანუ საუბარი იმაზეა, რომ მოდით ამ ბრძანებას მე დავაკოპირებ და გაჩვენებთ რაზეა საუბარი. შეიძლება პირდაპირ გამოვიდეს ვინაიდან Docker Desktop-ის შესვლისას, Docker Desktop-ის შესვლისას მან გვეკითხება თქვენს Docker Hub-ის users და parolls. ამიტომ იქ თუ დალოგინდით, პრობლემა არ არის. Docker Desktop-ში პირდაპირ უკვე არის ეს კავშირი. თუ არ არის კავშირი, აი ხა ამაზეა საუბარი, მაშინ სავარაუდოდ მოგიწევთ ამ ბრძანების გაშვება Docker login, ანუ დალოგინება, შესვლა თქვენს Docker Hub-ის user-ში და გარემოში ამ სივრციდან. ხოლო თუ ეს პრობლემა არ დგას თქვენთან, მაშინ უშვებთ ამ push ბრძანებას. Push-ი გამოდის, როცა კავშირი გვაქვს. თუ კავშირი არ გვაქვს, მაშინ Docker login გავუშვით და თქვენი username-ი შეიყვანეთ paroli და მე უკვე პრობლემა არ იქნება. ნახოთ როგორ იმოქმედებს. ახლა მე ასეთი push-ით default-ად ავტვირთე latest image. ახლა მიდის ატვირთვის ოპერაცია
ცოტა ხანში აქ დასრულდება ეს ატვირთვა და შეხედეთ using default tag latest. ეს latest ნიშნავს, რომ მოკიდა ხელი და აი ეს ამ ტეგით ეს იმიჯი ატვირთვა ჩემს სივრცეში. მოდით გადავიდეთ, ვნახოთ რა ხდება აქ, განვაახლოთ და ვხედავ იმიჯს, აგერ არის ბატონო, მისი ტეგი არის latest. პირდაპირ შეიძლება აქ არ ჩანდეს, შევიდეთ შიგნით, აი latest ხედავთ ტეგებში შეგიძლიათ პირდაპირ გადავხედოთ latest. ანუ თუ default-ად ასე push-ს გავუშვებთ, როგორც მე გავაკეთე, ის იღებს latest ტეგით იმიჯს, მაგრამ შეიძლება ეს არ გაწყობდეთ. მე გავაკეთე ეს. ჩვენ ახლა გვქონდა ორი იმიჯი, ხო? აი აქ იმიჯი, ესე იგი latest ტეგით და იმიჯი რაღაც ვერსიით. შეიძლება ეს ბევრი იყოს. მაშინ ისმის შეკითხვა კი, მაგრამ აი სხვა იმიჯები, სხვა კალიბები როგორ ავტვირთო ერთბაშად, ხო? აი ამ სივრცეში არ მაწყობს მარტო latest, მინდა სულ ყველა ავტვირთო, თქვათ 10 ძალიან. ნუ როგორ გეთება ეს? ეს გეთება შემდეგი ბრძანების მითითებით. ანუ თქვენ აშკარად უნდა მიუთითოთ, რომ გინდათ სხვა ტეგებით ატვირთოთ ეს იმიჯი, ხო? აი ძალაში რჩება push ბრძანება, შემდეგ უშუალოდ იმიჯის ბრძანებაც მტოვებთ როგორც არის და აქ აი ესეთი ტირე და all text ნიშნავს ინსტრუქციის მიცემას, რომ ყველა ტეგით აი ეს იმიჯი, ეს ყალიბი აატვირთე docker hub-ზე თქვენს რეპოზიტორიში. დავაჭიროთ და დაიწყო. ნახა რომ უკვე latest ტეგით უკვე არსებობს, already existed, გარკვეული layer-ები უკვე არის და მეორე ტეგიც ატვირთა. ნახოთ და განვაახლოთ და ვხედავთ, რომ ჩვენი იმიჯი ორივე ტეგით ატვირთულია წარმატებით ჩვენს სივრცეში. შესაბამისად, ეს ბრძანებაც გქონდეთ ხედელობაში all text, ანუ ერთბაშად ბევრი ტეგით თქვენი იმიჯი როგორ ატვირთოთ docker hub-ზე მაგალითად. კარგი, ახლა რა ეტაპზე ვართ? აპლიკაცია გვაქვს, ესე იგი build-ი გვაქვს ორი ტეგით, docker hub-ზე ავტვირთეთ ეს ყალიბები და მოდით ახლა დავამეგობროთ ეს ყველაფერი Kubernetes-სთან, ხო? Kubernetes-ის კურსი გვაქვს საერთოდ და ესე იგი ამდენი შესამზადებელი ეტაპი. ნუ საჭირო იყო რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და ჩვენი ამოცანა ეს Kubernetes-ის კლასტერში გავშალოთ ჩვენი იმიჯების ბაზაზე ეს აპლიკაცია და პოდებში გავუშვათ ის ხო და არა ლოკალურად Docker კონტეინერში ან მაგალითად ვირტუალურ გარემოში არა არამედ Kubernetes-ის პოდებში. ოკეი, მე ამას მოვხურავ და დავიწყებ შემდეგ ნაბიჯებს. ნუ ჯერ ერთი ჩვენ უნდა გავუშვათ minikube ხო Kubernetes-ზე თუ არის საუბარი minikube დასაკოქია. სხვანაირად ეს არ გამოვა. სავარჯიშო გარემო minikube-ის დაგჭირდება, ხო? ან თუ მუშა კლასტერზე არის საუბარი, ნუ მაშინ იქ minikube არ გვინდა, უბრალოდ იმ ბრძანებებს გავუშვებთ, რასაც ახლა ცოტა ხანში გაჩვენეთ. და იქ ოქოს ეს აქ Docker desktop-ში გამოჩნდება, რომ minikube-ის სავარჯიშო კონტეინერი, ჩვენ თქვით რომ კონტეინერებში კონტეინერი, ხო, minikube-ის სავარჯიშო გარემო გაეშვება. ძალიან კარგი და შეგვიძლია უკვე შევუდგეთ გარკვეულ ოპერაციებს, აი kubectl get pods, ნახოთ რა პოდებია, ამ შემთხვევაში არანაირი პოდი გაშვებული არ გვაქვს. ახლა ჩვენ გვინდა deployments გავაკეთებ. deployment-ი რა არის? წინა გაკვეთილზე ნახეთ, ერთ-ერთ გაკვეთილზე ვისაუბრეთ, Kubernetes deployment-ზე საუბარი და მე ვაკეთებ deployments-კი. Deploy kubectl deploy შემდეგ სახელს დავარქმევ Kubernetes Flask app, თქვათ იყოს იგივე სახელით და ყურადღებით აქ ვუთითებ image რა ყალიბის ბაზაზე ვაკეთებ. ახლა ჩვენ გვინდა აი ზუსტად ის ყალიბი გამოვიყენოთ, რომელიც აქ ავტვირთით, მოდით, აგერ არის ბატონო, პირდაპირ დავაკოპირებ. ამ ტეგით იყოს, თუ გინდათ latest-ით გამოიყენეთ, თუ გინდათ ამ ტეგით იყოს. თავარია სწორად მიუთითოთ მისამართი. თქვენი ყალიბის ბაზაზე უნდა გაეშვას deployment-ი Kubernetes-ის, ხო, იმ პოდებში. აუცილებელია user-ის სახელი სწორად გვეწეროს და იმ ყალიბის სახელი შესაბამისი ტეგით.
პრინციპში ჩვენ მე მგონი უკვე შეგვიძლია ეს გავუშვათ kubectl მე გამომრჩა ბოდიშით deployment-ის შექმნა create შევქმნათ deployment ხო create-ის გარეშე არაფერს არ გავიკეთებს create deploy ან deployment ხო ეს მოკლედ დავწერე kubectl create deploy ახლა გაიშვება და deployment-ის შეიქმნა ახლა დაიწყება ეტაპი პოდების ჩართვის ასე ვთქვათ გაშვების getpods აი ხედავთ რომ ეს პოდი ემზადება ჯერ არ არის ready არ არის მზად container creating ან კონტეინერი იქნება რატომ იწერება docker hub-დან ჩემი იმიჯი რომელიც დავბილდე და ამდენ რაღაც გავაკეთე და ცოტა ხანში ვნახავთ რომ აი გაშვებულია ჩვენი პოდი ამ ყალიბის ბაზაზე და მოდით ვნახოთ ახლა შეგნით რა ხდება ხო ჩვენ ვიცით გარკვეული ბრძანებები უკვე გავიარეთ kubectl describe deployment-ი როგორ გამოიყურება k რა დავარქვი k8 ესი flask up ხო ასე დავარქვი და აი ამ deployment-ის შეგნით რა კონფიგურაცია ხო ნუ namespace-ებზე ცოტა ვისაუბრეთ აგერ label-ებზე ცოტა ვისაუბრეთ select-ორი თუნდა ამაზე საუბარი აი რეპლიკები ერთი იყო მოთხოვნადი ერთი არის გაშვებული ერთი არის ხელმისაწვდომი rolling update-ზე შემდეგ აკვეთილზე ვისაუბრებთ მნიშვნელოვანი რამ არის და აი image ამ ყალიბის ბაზაზე ამ deployment-ში ამ ყალიბის ბაზაზე ეშვება პოდები ეშვება და ნუ მოკლედ ეს ინფორმაციები ჩვენ გონდა უკვე ამაზე საუბარი ერთ-ერთ წინა გაკვეთილზე. ახლა ჩვენ აქ პრინციპში თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ პოდს, აი ეგ არის პოდი, პირდაპირ პოდით შეგვიძლია დავათვალიეროთ. მოდით დავათვალიეროთ პირდაპირ პოდი kubectl describe pod ხო ასე ხო პოდს მივაკითხე პირდაპირ სხვა შორის არა აქ deployment-ის ეს არის მხოლოდ kubectl get pods აბა ნახოთ რა აი აგერ არის პოდი ესე იგი ეს არის deployment-ის და ეს არის pods ID ხო ეს არაურიოთ ხო ამიტომ დავაკოპირე kubectl describe არა deployments ვაკითხავ, არამედ კონკრეტულ pods. Describe pod და ჩავსვათ podi და აი ბატონო podi ამ deployment-ის კონტექსტში რომელიც იქნა გაშვებული. ესეთი სახელი აქვს minikube-ის node-ის ბაზაზე, node ერთი გვაქვს, ხო, ესეთი კვანძი, ხო, კვანძებს უძახენ node. ერთი გვაქვს, ნუ minikube-ში ერთია და ჩვენთვის საკმარისია. ეს კვანძები შეიძლება ბევრი იყოს, რეალურ პროექტებში ბევრია ხოლმე. აქ ხედავთ ასეთ IP მისამართს, ხო, პოდის რეპლიკასეთის, შესაბამისი რეპლიკასეთის ბაზაზეა, ხო? და ნუ ქვევით თუ ჩამოვსკროლავთ, რა არის საინტერესო კიდე აქ, თვითონ პროცესი გაშვების, რომ აი დაიგეგმა გაშვება, ჩამოიწერა pooling image, აი ხედავთ აი ეს ჩვენი image, ყალიბი docker hub-დან, ხო, სწორად რაც მივთითეთ და გაეშვა შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ეს ინფორმაცია ყოველთვის შეგიძლიათ describe-ით ნახოთ. კიდე რა შეიძლება დაგვჭირდეს? მოდით kubectl get pods on მით გავაკეთებ white, ხო, white. ესე რომ IP დავინახოთ. აი ეგ არის IP. ახლა ჩვენ ამ IP-ს მიუკვაკუნებთ და ვნახავთ რამდენად პასუხობს requests ჩვენი Flask-ის აპლიკაცია, ხო, აი ეს response-ი როგორი იქნება. ამას გავაკეთებთ ახლა ამისათვის minikube-ის კონტექსტში თუ არის საუბარი minikube SSH შიგნით შევიდეთ უნდა. შემდეგ უკვე ბალანსერით ვისამთ ცოტა გარედან, ამაზეც გქონდა უკვე თეორიის საუბარი. და აქ მე გავუშვებ URL-ით აი ამ IP-ს, ხო, აი ეს IP ეს არის ჩვენი pods IP, ხო? და პრინციპში აქ მე დამავიწყდა პორტი, ეს არ უნდა დაგვაიწყდეს, შეხედათ მეუბნება, რომ default-ად მე 80 პორტს ვიმართ, ხო? default-ად ამ პორტზე ეს აპლიკაცია არ მუშაობს, ხო? აი connection refused. მაგრამ არა უშავს, აგერ არის გავასწორებთ ახლა ჩვენ ამას URL. პორტი 5000 და აი რას ხედავთ, შეხედათ hello flask
This is running on host am host names-ია გაშვებული და ხედავთ უკვე pods host names-ზე მითითებას, ხო? ახლა ერთ სტრიქონში რო არ იყოს ეს ყველაფერი, ხო, ცოტა მიწებებულად შეიძლება ასეთი რამ გაკეთდეს. კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ დავაკოპირებ, აქ ისტორია არ მუშაობს, ძალიან შესული ვარ შიგნით ყველაზე მეტ ბევრ სივრცეებში, აქ შეიძლება ასე გააკეთოთ echo და აი ცალკე სტრიქონზე გამოაქვს ეს შემდეგი რანებათაველი, ასე ვთქვათ. ხო, აი Hello Flask-ი ის აპლიკაცია, რაც ფაქტიურად ჩვენ გავწერეთ Flask-ის დახმარებით, მუშაობს, თან მოაქვს hostname. Hostname-ი ამ შემთხვევაში pods hostname-ზეა საუბარი და არა ჩემი კომპიუტერის ან Docker-ის hostname. გამოვიდით ამ სივრციდან, ეს ავაწყეთ, ძალიან კარგი მუშაობს, ყველაფერი რიგზეა. ჩვენი ამოცანა ახლა ბრაუზერში რო ნახოთ ეს, ხო? ახლა აქ URL-ით შიგნით შევედით რაღაცა, ცოტა ესეთი ამბავია. ჩვენ გვინდა ბრაუზერში გავუშვათ. ბრაუზერში ჯერჯერობით ეს არ მუშაობს. მე გითხარით, რომ პირდაპირ წვომა ასე არ გამოდის Kubernetes-თან მუშაობის დროს და საჭიროა გარკვეული მოქმედებების გაკეთება, კონკრეტულად სერვისის შექმნა. ახლა სერვისებზე ჩვენ ვისაუბრეთ კიდევ წინა გაკვეთილზე. მოდით ნახოთ რა სერვისები გვაქვს საერთოდ kubectl get svc ხო სერვისი, მაჩვენე სერვისები. ეს სისტემური სერვისი Kubernetes-ის გაშვებულია, მეტი სხვა სერვისი არ არის. ახლა მე გავაკეთებ აქ ესე იგი deployment-ი გამოიყურება შემდეგნაირად. ესე ქვია ჩემ deployment-ს, მასში არის podi. შემდეგ scaling-ის გავაკეთოთ, ავტომასშტაბირებას გავაკეთოთ, მასშტაბირება გავაკეთოთ და გვინდა სერვისი load balancer-ი გავაკეთოთ, ერთი IP რო გქონდეს და ბევრი podi რა გავუშვა და ბრაუზერით, ესე იგი, თან ვარეფრეშოთ, ბევრი სხვადასხვა podზე გადაგვისროლოს. ამისთვის Minikube-ის კონტექსტში ჩვენ დაგვჭირდება ტუნელის ორგანიზება, მე აქ პარალელურად მინდა კიდევ გავუშვა კიდევ ერთი Git-ბეში და აქ Minikube ტუნელი უნდა გავუშვათ, ხო? ტუნელზე მე ვისაუბრე. ტუნელი გაშვებულია, ეს გვაძლევს საშუალებას, ახლა აქ გავაკეთოთ ჩვენ სერვისი. მოდით გავაკეთოთ სერვისი. kubectl expose, ხო? deployment-ი, რომელი deployment K-როა, SE Flask up ტიპი როგორი ტიპი გვინდა load balancer ტიპის, ხო? ამაზე ვისაუბრეთ წინა გაკვეთილზე, ვინც არიცით, ნახეთ ის პორტი, ესე იგი გარედან, რა ვიცი, გარედან იყოს მაგალითად 4-5-იანი და შიგნით დაექსპოზებული იყოს target port შიგნით რა გვაქვს 5000, ხო? ეს ასე. ესე იგი ამ load balancer-თან კონკრეტულ IP-ზე მივა 4-იანზე მივა request-ი და გადამისამართება შიდა port-ზე, რომელიც იქნება 5000. მე მგონი არაფერი არ გამორჩა. მოდი გავუშვათ. აი ტუნელშიც გარკვეული ინფორმაცია გამოვიდა. მოდით ნახოთ რა სერვისები გვაქვს აქ. ახლა უკვე გვაქვს ახალი სერვისი, ხო, როგორც დავარქვით, load balancer ტიპის. აგერ არის cluster IP-ის მისამართი, აგერ არის გარე IP, ამ IP-ის ახლა localhost-ის IP-ის მივაკითხავთ, მე ამაზე თქონდა საუბარი, ახლა თუ გვინდა რეალურ cluster-ზე იქ უკვე IP-ის აღიტელია. რაღაცა მსგავსი მოქმედებებია საჭირო, ჩვენ შემთხვევაში ეს სავარჯიშოდ საკმარისია, ამ პორტს მივაკითხავთ და მივიღებთ შესაბამის პასუხს წესით და რიგით. მოდით გადავიდეთ ჩვენს ესე იგი IP გვაწყობს, მაგრამ პორტი არ გვაწყობს. მე იქ სხვა პორტი გავწერე 4-5-იანი და აი რას ხედავთ იმას, რომ მივაკითხეთ load balancer-ის ტიპით, ესე იგი ამ IP-ს და ის ახლა მართალია ერთი პოდი გვაქვს ჩვენ, ხო? ამას თუ დავარეფრეშებ, არაფერი აქ არ შეიცვლება. ერთი პოდი გვაქვს და იმიტომ. ახლა მე პოდებს დავამატებ. ამ ბალანსერის უკან იქნება თქვათ 6-7 პოდი. და თითო რეფრეშის დროს, განახლების დროს აქ სხვადასხვა პოდებზე ეს ბალანსერი გადაამისამართებს, ანუ ამით აქტიურად დატვირთვას გადაინაწილებს. ჩვენ ჯერ ერთი აქ
მოდით დავათვალიეროთ რანაირად გამოიყურება შიგნით სერვისი, ხო? kubectl describe svc k8ac flask API ხო და აგერ არის ჩვენი სერვისი, ხო? ესეთი აი გარე IP, ხო? ნუ ეს localhost-ის IP, აგერ ეს პორტი, შიგნით target პორტი პოდებისკენ ეს არის და ასე შემდეგ. ნუ პრინციპში სერვისის ინფორმაცია შეიძლება აქ ნახოთ. გავზარდოთ ახლა პოდების რაოდენობა ამ სერვისში. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი პოდი, ხო? ერთი პოდი და არ გვინდა ეს ერთი პოდი, გვინდა მეტი პოდი იყოს, ხო? ამისთვის scale ბრძანება არის, როგორ გახსოვთ, ხო? აქ, ნუ ჯერ ერთი დავწუნდეთ, რომ ერთი პოდი გვაქვს, ხო, გაშვებული, აგერ არის. ეს ერთი პოდი ტრიალებს და შესაბამისად აქ რაც არ უნდა არეფრეშოთ, რაც არ უნდა განახლოთ, სულ ერთი პოდიდან მიიღებთ ამ host-name-ის პასუხს. კარგი ბატონო. დავიწყოთ მისი მასშტაბირება, scale ბრძანებაზე. მქონდა მე საუბარი უკვე, scale deploy, რომელიც scale flask up, ხო? რეპლიკა, რამდენი რეპლიკას, რა ვიცი 6 წელი. 6 პოდი მინდა მე დამასშტაბირდეს, ხო, ამ სერვისისთვის, ამ deployment-ისთვის. გავუშვათ და დაიწყო ამან მასშტაბირება. get pods ვნახოთ, აი უკვე გაშვებულია 6 ცალი სხვადასხვა პოდი მაქვს. რას მადლევს ეს მე? ნუ ჯერ ერთი თუ ისევ მივმართავ სერვისის აღწერას, აქ დავინახავ აი endpoint-ებს, ხედავთ? უკვე 6 ცალი პოდი მაქვს. IP მისამართი შიგნით, რაც აქვს და პორტი მეორე პოდის IP მისამართი და პორტი, მესამე პოდი და ასე შემდეგ. კიდე 6-ია ჯამში ამ სერვისის description-ში, სერვისის აღწერაში ეს ჩანს. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენურად შევამოწმოთ აი აქ. თუ დავაკვირდეთ, აქ დაიმახსოვრეთ ეს P2FSG, ეს ერთი პოდის პასუხი. გავუშვათ refresh-ი, ხედავთ, მე სხვა პოდმა მაგვიპასუხა. კიდე გავუშვათ, წინა მორბენ მაგვიპასუხა. კიდე გავუშვათ, სულ სხვა გვიპასუხა და ასე. ანუ აქ კიდე ერთი მომენტი იცოდეთ, ახლა ძალიან ხშირად თუ დაარეფრეშებთ, შეიძლება ერთი და იგივე გიპასუხოს კეშის გამო. თუ კეში გინდათ გათიშოთ, ბრაუზერის კეშია საუბარი. მოდიხართ F12-ს აწვევით Chrome-ში და disable cache. აი ამას ხრთავთ და შესაბამისად ყველა ჯერზე არაკეშირებულ პასუხს გცემთ. აი შეხედეთ, არეფრეშებ და სულ სხვადასხვა პოდები, 6 სხვადასხვა პოდი პასუხობს თითო request-ის დროს, ხო, აი disable cache ეს გაითვალისწინეთ. ნუ რა შეიძლება აქ კიდე დავამატოთ? პრინციპში ყველაფერი ვთქვით, რაც გვინდოდა. მეტი არც არაფერი, ანუ შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ ნახავთ auto rolling updates, ხო, თუ გვაქვს აპლიკაცია და მისი განახლება მოხდა, სწორად როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ორგანიზება, ხო, აქ ახლა რაღაცა დავწერეთ, მე აღმოჩნდა რომ რაღაცა ბაგია, რაღაცა დააპდეითება გვინდა და სწორად როგორ უნდა შევიყვანოთ deployment-ი, ასე ვთქვათ, ხო, ისე რომ ახლა production-ში თუ აგაშვებული ხალხი თუ მუშაობს, ისე არ უნდა მოხდეს, რომ შუა მუშაობაში რაღაცა ახდება, რაღაცა დაიკარგა, რაღაცა პრობლემა შეიქმნა, ეს უნდა გამოირიცხოს. ამიტომ ამას მივხედავთ ხო შემდეგ გაკვეთილში, მანამდე ნახეთ ეს ყველა ნაბიჯი გაითამაშეთ, შეიგრძენით, ასე ვთქვათ და ხო, აქ პრინციპში ну რა, მეტი არც არაფერი გათიშეთ ეს ყველაფერი, minikube-ანა ტუნელიც უკვე აღარ გჭირდება პრინციპში, ხო, control-z შეიძლება დაკეთოთ ტუნელი. დაშალოთ სერვისი, deployment-ი, რაც არის მოკლედ ყველაფერი და გათიშოთ შემდეგ minikube Docker desktop-ით. სულ ეს არის ამ გაკვეთილისთვის და ну, ბევრია უბრალოდ, ახართული იმდენად არ არის, მაგრამ ბევრი სხვადასხვა ტექნოლოგიის გაერთიანება და აი, განსხვავება ალბათ სავარაუდოდ გაიგეთ, ვირტუალურ გარემოს ლოკალურად რაც გვქენით, შემდეგ კონტეინერში რაც გავაკეთეთ და შემდეგ საერთოდ ავტვირთეთ Docker Hub-ზე და Kubernetes-ის დახმარებით გავუშვით ის იმიჯი, რაც შევქმნით, დავბილდეთ. ამით გამშვიდობებით, შემდეგ გაკვეთილზე კიდევ გავაგრძელებთ ამ თემას და აპდეიტებსაც ვნახავთ, როგორ გავაკეთოთ ამ აპლიკაციაში. დროებით.